გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 11-ზე, მე ქეთი ქაშაკაშვილი ვარ, გამოშვებაში ნახავთ. ესპანეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან, საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს. ვაშინგტონში ხვალ დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართება. რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის დამხმარე ნაგებობებისა და საკარმიდამო მიწის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს დაკავებულის მიერ დათესილი და კულტივირებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით 200-მდე ძირი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე კანაფი. დანაშაული 6-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საპატრულო პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა ქრთამის მიცემისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით, ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სასაზღვრო გამშვებ პუნქტ დარიალის გადაკვეთისას სავალდებულო საზღვრის კონტროლის გავლის დროს გაყალბებული დოკუმენტები წარადგინა და მესაზღვრე კონტროლიორს ქრთამის სახით თანხა შესთავაზა. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ცხოველზე ძალადობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა, მას ბრალადედება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვაც. ბრალდებულმა ძაღლი პნევმატური იარაღიდან გასროლით მოკლა. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ესპანეთში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს ტყის ხანძრების გააქტიურებასთან დაკავშირებით გაითვალისწინონ ადგილობრივი მთავრობის რეკომენდაციები. ესპანეთში განგაშის მაღალი დონეა გამოცხადებული. ტყის ხანძრებს ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ებრძვიან. მე ვიმყოფები ამ წუთას ბარსელონაში, ქალაქში. კატალონიაში ამ წუთას არ არის ესეთი საფრთხე, არის ძირითადად ექსტრემადურისკენ, კასტეია-ლიონში, ანუ იქ საკმაოდ რთული ვითარება არის. მიიღეს ძალიან ისეთი ექსტრემალური აკრძალვები, იქაურ ზონებში საერთოდ ტყეში შესვლა აკრძალეს, ჰექტარობით მიწები დაიწვა, ანუ როგორც მახსოვს 115 ჰექტარი მიწა არის, ტერიტორია არის გადამწვარი. ასევე გაწყდა კავშირი მადრიდთან და ჯარით, ანუ ყველაფერი მობილიზებულები არიან, ანუ მაქსიმალურად ჩართულები არიან ამ პრობლემის მოგვარებაში. მერიებიც და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ, რა თქმა უნდა, მოსახლეობის ინფორმირებულობას და საკონსულო სოციალურ ქსელებში მათ გვერდებს იქაც დებენ ხოლმე. მე 26 წელია ესპანეთში ვცხოვრობ, კონკრეტულად ქალაქ ბარსელონაში, კატალონიის რეგიონში. იყო ხშირი კი ეს ხანძრები და ესეთი შემთხვევები ყოფილა. თუმცა აი რაც წელს ხდება, რომ ესპანეთი აღმოსავლეთიდან სამხრეთამდე იწვის, ესეთი რაღაცა პირადად არ მახსოვს. ყველგან არის ინფორმაცია. აი თუ გინდათ მეტროში, ავტობუსის გაჩერებებზე, ყველგან წერია და გამოკროლია რეკომენდაციები. ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ საელჩოსთან და საელჩოს თავისთავად არსებობს ოფიციალური გვერდები საკონსულო საელჩოში, Facebook გვერდები არსებობს, სადაც ეს ინფორმაცია რეგულარულად იწერებიან. ესპანეთში ტყის ხანძრებს უკვე მსხვერპლა 7 ადამიანი, განადგურებულია 150,000 ჰექტარზე მეტი ფართობი. ყველაზე რთული ვითარება გალისიის რეგიონში. ხანძარმა დასახლებულ რაიონებში შეაღწია, სამაშველო სამუშაოებში სახანძრო ბრიგადებთან ერთად 1200-მდე სამხედრო მოსამსახურე და ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხანძრის 14 აქტიური კერა ფიქსირდება. ესპანეთს 2 სახანძრო თვითმფრინავი გაუგზავნა საფრანგეთმა. ლიდერობის და შორსმჭვრეტელობის ინდექსით საქართველოს ხელისუფლება ევროპის საუკეთესო 20-ელშია. მონაცემები ევროკომისიამ კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში გამოაქვეყნა. საქართველოს ხელისუფლებამ შეფასების 100%-იანი სისტემით 52% მიიღო, მსოფლიოში 32 ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო 20-ში მე-17 პოზიცია დაიკავა.
ლიდერობით და შორს მჭვრეტელობით საქართველოს ხელისუფლება უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 19 სახელმწიფოს. ისლანდიას, ჩეხეთს, ლატვიას, ესპანეთს, უნგრეთს, პორტუგალიას, ბულგარეთს, საბერძნეთს, მალტას, სლოვენიას, პოლონეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სლოვაკეთს, მონტენეგროს, კვიპროს, ხორვატიას, რუმინეთს, ალბანეთს და თურქეთს. მსოფლიო ქვეყნების მთავრობათა ლიდერობა და შორს მჭვრეტელობა შეფასდა 5 კრიტერიუმით: კეთილსინდისიერი ლიდერობა, გრძელვადიანი ხედვა, ადაპტაციის უნარი, სტრატეგიული პრიორიტეტიზაცია და ინოვაცია. საქართველოს ხელისუფლება კეთილსინდისიერი ლიდერობით მსოფლიოში 38 ადგილზე გავიდა, გრძელვადიანი ხედვით მე-16 პოზიცია დაიკავა, ხოლო ადაპტაციის უნარით მსოფლიოში მე-11 ადგილზეა. თვითმმართველობის არჩევნებამდე დაახლოებით თვენახევარი რჩება. ოპოზიცია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, ამ დრომდე ვერც პარტიულ სიებზე და ვერც საერთო კანდიდატებზე ვერ თანხმდება. რაც შეეხება მმართველ გუნდს, ქართული ოცნება აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს და 64-ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვებისთვის ემზადება. რეალურად რადიკალურ ოპოზიციაში არის სრული გაუგებრობა და განხეთქილება, ისინი ვერ ჩამოყალიბდნენ ვერც კანდიდატებზე, ვერ გაერკვნენ საერთოდ პოლიტიკურ მდგენელში, რაც მათ აერთიანებთ ეს საკუთარი ქვეყნის სიძულველია, ამიტომ ნამდვილად არ იქნება გასაკვირი და არ იქნება სიახლე ჩვენი ქვეყნისთვის, მაშინ ის ფაქტი, რომ ეს ძალები კიდევ ერთხელ დამარცხდებიან ქართულ ხალხთან და ქართულ ოცნებასთან. ქართული ოცნების აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ხულოში მხარდამჭერებს მერობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე წარუდგინა. ის წლების განმავლობაში იყო ხულოს მერი. სულხან თამაზაშვილის თქმით, ამ გამოცდილებით ვახტანგ ბერიძე კიდევ უფრო მეტ განვითარებას მოუტანს მუნიციპალიტეტს. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ვიყო ხულოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი და არჩევის შემთხვევაში მერი. მადლობა მინდა გადავუხადო ხულოს მოსახლეობას, რომლებმაც წლების განმავლობაში მომცეს იმის შესაძლებლობა, რომ მათ ვემსახურო და ვაკეთო ის ქართული საქმე, რაც ჭირდება ჩვენს საქართველოს და ჩვენს ხულოს მუნიციპალიტეტს. კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმი, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა არის კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი. მათ აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა და ერთობლივი ძალისხმევით, ერთიანი ძალებით დარწმუნებული ვარ მივაღწევთ მთავარ მიზანს, რაც გულისხმობს ჩვენს რეგიონში შექმნილი კეთილდღეობებისა და შესაძლებლობების თანაბრად გადანაწილება ჩვენს მოსახლეობაზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენ 6-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად მოვიგებთ არჩევნებს და გავაგრძელებთ ქვეყნის განვითარებასთან ერთად სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებას. ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით მიმდინარე წელს სამედიცინო ჰოლდინგი სოფლის ამბულატორიების ქვეყნის მასშტაბით 15 სოფელში აშენებს. მშენებლობები წლის ბოლოსთვის ეტაპობრივად დასრულდება. პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. მიხეილ სარჯველაძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრაში და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირში იმყოფებოდა, სადაც მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ამბულატორიების მშენებლობა და აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს. ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რომ ყველას ეგულებოდეს ადამიანი სოფელშივე, რომელთანაც შეუძლია პირველადი, აი ყველაზე აუცილებელი რჩევების მიღება სამედიცინო სერვისის მიღებასთან დაკავშირებით. არანაკლებად მნიშვნელოვანია კვალიფიკაციასთან ერთად თვითონ ექიმებისა, რომლებიც არიან საკმაოდ კვალიფიციური ექიმები, რომ ისინი გამართულ ინფრასტრუქტურაში ახორციელებდნენ თავიანთ ფუნქციებსა და მოვალეობებს. და აი ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ინტერესის საგანია ჩვენთვის, რომ ეს ინფრასტრუქტურა მუდმივად ვითარდებოდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ახალი ამბულატორიის მშენებლობა ამდენი წლების შემდეგ სოფლის მოსახლეობისთვის. დაახლოებით 4500 მოსახლე შედის ჩვენს თემში და ჩვენ ძალიან გვეხარია, რომ ახალ შენობაში, ახალი იმედებით, ახალი შემართებით მივიღებთ პაციენტებს. თელავში, დედოფლის წყაროსა და ლაგოდეხში სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ ლილიანსა და სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლებში სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება. წინანდლის საჯარო სკოლაში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა. ჩატარებული და მიმდინარე სამუშაოები განათლების მინისტრის მოადგილემ, სოფლის მეურნეობის მინისტრთან და კახეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად დაათვალიერა. ახალ სასწავლო წელს კახეთის რეგიონში ჩვენს ბავშვებს დახვდებათ არაერთი სრულიად რეაბილიტირებული სკოლა. ჩვენი მიზანია, რომ მსგავსი სათანადო პირობები იყოს შექმნილი საქართველოს ყველა რეგიონში და ყველა სკოლაში, რათა ჩვენს ბავშვებს ჰქონდეთ ღირსეულ განათლებაზე სათანადო წვდომა,
ხოლო ჩვენს მასწავლებლებს ჰქონდათ ღირსეული სამუშაო პირობები შექმნილი. მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს სკოლების რეაბილიტაცია. ზუსტად ამ ფორმატში დღეს კახეთში მოვინახულეთ რამდენიმე სკოლა, სადაც მიმდინარეობსარეაბილიტაციო სამუშაოები. ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა განახლებული გარემოში მიიღონ განათლება, თავისთავად ცხადია ეს კიდევ უფრო მეტად აამაღლებს სწავლის მოტივაციას, რაც საბოლოო ჯამში ერთიან შედეგს უზრუნველყოფს. კახეთის რეგიონში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია. აღსანიშნავია, რომ სამივე სკოლა აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და მთლიანად არის ადაპტირებული შეშემო პირებისთვის. მოხარულები ვართ, რომ წინანდლის საჯარო სკოლა არის ახლად რეაბილიტირებული. სკოლას აქვს ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის და კომპიუტერული ლაბორატორიები, რაც ხელსაყრელ პირობებს უქმნის მოსწავლეებს მოტივაციის გაზრდაში. ახლა კი მსოფლიოს ახალი ამბები. ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტთან ერთად ევროპელი ლიდერებიც არიან მიწვეული. სააგენტო როიტერსის ინფორმაციით მათ სამიტში მონაწილეობა თეთრი სახლის ლიდერმა შესთავაზა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ლიდერი ვაშინგტონში ტრამპთან შესახვედრად ხვალჩავა. ჯერჯერობით უცნობია ევროპის რომელი ლიდერები დაესწრებიან ზელენსკისთან ერთად სამიტს. დონალდ ტრამპს, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სამხრივი ფორმატის მოლაპარაკებების ორგანიზება მომავალ პარასკევს სურს. ამის შესახებ გამოცემა Axios-ი წერს. გამოცემას წყაროებმა ასევე დაუდასტურეს, რომ ტრამპთან შეხვედრისას პუტინმა მზადყოფნა გამოთქვა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემას დათანხმდეს, თუმცა კრემლის ლიდერს სურს უკრაინის უსაფრთხოების გარანტია არა დასავლეთი, არამედ ჩინეთი იყოს. სურველთა კოალიციის ლიდერები დღეს შეხვედრას გამართავენ. ინფორმაციას გარდიანი საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ევროპელი ლიდერები ვიდეო კონფერენციის ფორმატში ისაუბრებენ. შეხვედრას საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებენ. ალასკაში ტრამპსა და პუტინს შორის გამართულმა მოლაპარაკებებმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მცდელობას ახალი იმპულსი შესძინა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. რეჯეფ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი მზად არის მშვიდობის დამყარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ალასკაში გამართულმა მოლაპარაკებებმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მცდელობებს ახალი იმპულსი შეძინა. ჩვენ ამას მივესალმებით და ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მონაწილეობით საფუძველს ჩაუყრის ხანძლივ მშვიდობას. თურქეთი მზადაა ყველა შესაძლო წვლილი შეიტანოს მშვიდობის დამყარებაში. უკრაინის პრეზიდენტი დონეცკის ოლქის დათმობას არ აპირებს. ამის შესახებ სააგენტო როიტერსი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის პუტინის მოთხოვნები გააცნო. კრემლის ლიდერი დონბასიდან უკრაინული ჯარების გაყვანას ითხოვს ფრონტის სხვა ხაზების გაყინვის სანაცვლოდ. პუტინი ასევე მოითხოვს უკრაინაში რუსულ ენას ოფიციალური სტატუსი მიეცეს და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. პლატფორმა Deep State-ის ინფორმაციით ოკუპანტთა კონტროლს ხარკოვის ოლქში კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი დაექვემდებარა რუსულ ძალებს წინსვლა აქვს სოფელ ლოზოვოისა და პოპოვიარის მიმართულებითაც მძიმე ბრძოლებია პოკროვსკშიც. სერბეთში ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება. ქალაქ ვალევოში დემონსტრანტები მმართველი პარტიის ოფისებს დაესხნენ თავს. სამართალდამცველებს მათ ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. პოლიციამ კი მანიფესტანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შეტაკებებისას რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი დაშავდა. დაკავებულია 20-მდე აქტივისტი. სერბეთის პრეზიდენტი მასობრივი არეულობების ორგანიზებაში გარე ძალებს ადანაშაულებს. ძალადობა და ისტერია იზრდება, რადგანაც ისინი მეც ვერაფერს გვთავაზობენ, მაგრამ ყველა ვინც ძალადობს დაიჭება. პასუხისგებლობაში მივცემთ ყველას, ვინც ანგრევს, წვავს, თავს ესხმის. ჩვენ აღვადგენთ დაზიანებულ სამთავრობო შენობებს და პარტიულ ოფისებს. ჩვენ შევძლებთ ძალადობის შეჩერებას ხალხთან ერთად. ბორტგამცილებელთა გაფიცვის გამო კანადის ავიახაზების ყველა რეისი გაუქმდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ შეზღუდვები 130,000-მდე მგზავრს შეეხება. ადგილობრივმა პროფკავშირმა გაფიცვა შაბათს დილიდან გამოაცხადა. კომპანიის თანამშრომლები ხელფასების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. კანადის ავიახაზები პირდაპირ რეისებს მსოფლიოს 180 ქალაქში ასრულებს. გაფიცვის პირველ დღეს ავიაკომპანიის 600-ზე მეტი რეისი გაუქმდა. ქრონიკა 11-ზე ამით დასრულებულია. ეთერში დაბრუნდებით ზუსტად 14 საათზე. დროებით.